მე ვარ ვეფხვია ბეროზაშვილი, ცხოვრობ ლანჩხუთში, ვარ შეშემოპირი 25 წლის და ანუ დღეს მოხდა ჩემი დაკავება. დაახლოებით ესე 1-2 საათის უკან. და ესეთი ადმინისტრაციული კოდექსი წამიყვენეს, ესეთი ბრალდება წამიყენეს. პირველი ბრალდება იყო, რომ ისა ხალხრავალ ადგილებშიო იგინებოდიო. მეორე ბრალდება იყო, რომ უკანონოდ გადაკვეთე გზაო. და მიმიყვანეს თბილისის თავარ სამმართველოში. იქ მიმიყვანეს სამმართველოში, თავარ სამმართველოში და ესე და ესე მითხრეს, რომ ესე და ესე ანუ ხელწერილით გაგიშვებთო და იმ ხელწერილზე მომიწია ისეთი მუქარა, რომ ესე და ესე აღარ დაგინახო გასულიო აქციაზე, რომ მეორე აღარ დაგინახო აქციაზე გასული, რომ ისაო რა, თუ აღარ შეგხვდეთო გზაზეო, რომ იმას კიდე დაგაკავებთო და მე ვეღარ შენი ადმინისტრაციული კოდექსი ვერ გიშველისო, ვეღარც ვერავინ ვერ გიშველისო და ვეღარც ჯანმრთელობა ვერ გიშველისო და ეგეთი მუქარა გამომიჭეთ ახლა ხელწერილით თავისუფალი ვარ და მე პირადად არ მეშინიან ამ რუსული პოლიციის პირადად აი ვინ საქართველოს ემსახურებს აწერიათ, მაგრამ საქართველოს კი არა რუსებს ემსახურებიან. ჩემ ყველას არა მარტო ჩემი მოთხოვნა კი არა, ყველას მოთხოვნა არის რომ რეჟიმის პატიმრების გამოშვება და ხელახალი არჩევნების სამართლიანი არჩევნები ყველა მაგის მოთხოვნაზე ვარ რა და ანუ არ ვიცი ახლა იმედი გვაქვს რომ იქნება ეგ ყველაფერი ყველას გამოუშვებენ ამ საახალწლოდ ვერ ვიტყვი რომ პოლიცია მიცავს მაგრამ ყველგან პოლიცია და რა სამართალი